სანამ საერთოდ ამ ცივ შხაპში შევალ, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთო და როგორ დავიწყო სწორად ეს ყველაფერი? მოდი მე ძირითად ნაწილს გამოვყოფ მდე პროცესში და შემდეგ, ხო, მე მგონი საინტერესო იქნება ესე გავაკეთოთ. რას ვაკეთებთ მანამდე? პირველ რიგში ვიტყვი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნაბახუსებზე ან ნასვამ მდგომარეობაში. ეს ალბათ ყველას გაგონია და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის ის, რომ თუ ალკოჰოლთან გვაქვს რაიმე შეხება, უბრალოდ სიწყალს მოვერდოთ, იმიტომ რომ სიზარღვები ამ დროს არის გაფართოებული და როცა სიწყალში ჩავდივართ, ვიწროვდება, შესაბამისად ეს არის ძალიან ძლიერი სტრესი. ამას თუ გვერდზე გავდებ და უკვე ვთქვით, ჯამთელი ადამიანი, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, როცა მიდის ცივ წყალთან, შხაპთან, ესეთი რამდენიმე წესი არსებობს. სასურველია, რომ თუ გარე პირობებში ვაკეთებთ, გავხურდეთ. გარბენი, აზიდვები, ბუქნები თუ გარე პირობებში ვაკეთებთ, სადაც ბუნებრივად უფრო ცივი ტემპერატურა. თუ სახლის პირობებში ვაკეთებთ, არ არის მაინც და მაინც საჭირო, მაგრამ დამწყებისთვის კარგია, ისედაც კარგია, რომ გამოძრავდეს და როცა შევა ადამიანი უკვე ცივ წყალთან დაიწყოს კიდურებიდან. ანუ არ არის აუცილებელი რომ როცა ცივ შხაპს ვიღებთ, ეგრევე თავი შევუშუროთ ან გულმკერდი განსაკუთრებით. იმიტომ რომ მეტნაკლებად მოწყვლადი ტერიტორიაა ჩვენი სხეულის, ხო? ამიტომ ფეხებიდან, ფეხები, ხელები, მხრები და შემდეგ ნელ-ნელა შევდივართ ცივ წყალში. პროცესის ხანგრძლივობა არ არის აუცილებელი რომ დასაწყისში იყოს 15-20 წამზე მეტი. 10 წამიც კი საკმარისია პირველ ჯერზე. და ხშირად აქებენ ადამიანები კონტრასტულ შხაპს, მეც გამიგია რომ ეს მათთვის კარგია და დავითანხმები ნამდვილად. კონტრასტული შხაპი არის იდეალური იმისთვის რომ იმუნიტეტი გავიმჯობესოთ ისევ, რაც შეავს კონტრასტული შხაპი. თბილი წყალი, შემდეგ ცივი. ამ ორი ტემპერატურული სხვაობის, რადიკალურად განსხვავებული ტემპერატურის მონაცვლეობა. ამიტომ დამწყებებისთვის, როცა ვიწყებთ, ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10-15 წამზე მეტი. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის, ეს არის სუნთქვა. როცა ადამიანი შხაპში შედის, ან სივრცის აბაზანაში, აუცილებელია, ყველაზე კრიტიკულია, ყოველთვის ვამბობ, სუნთქვას თუ აკონტროლებ შენ თავს. ეს არის ერთადერთი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცნაირი ზემოქმედება მოვახდინოთ. მაგალითად, როცა პანიკაში ვარდება, რას ვიმეორე ადამიანს, ხო? როცა ეწყება პანიკა, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე, იმიტომ რომ ფილტვების ამ როცა სუნთქვას ვამშვიდებთ, ამ შემთხვევაში ის პარასიმპათიკური ნერვული სისტემა ერთვება, რომელიც ჩვენ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ამ დროს ადამიანი მშვიდება. იგივე არის ცივ წყალში, როცა სტრესულ გარემოში შედიხარ, ამ დროს ეიფორია გვეწყება, ეს რაღაცა ღრმა ჩასუნთქვა, ამ დროს მნიშვნელოვანია რომ გავაკონტროლოთ სუნთქვა, ღრმა და ნელი სუნთქვა. აი ერთადერთი რაც უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა შევალ, უნდა ვაკონტროლოთ ჩემი თავი, რითი სუნთქვის საშუალებით. და ამ პროცესში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ გადავამეტოთ არც ხანგრძლივობა, არც ტემპერატურა. კლინიკურად დადასტურებულია, როგორც გითხარი, ენდრუ ჰიუბერმენის პროტოკოლის მიხედვით 12 გრადუსი და ნაკლები არის უკვე კარგი, იმის რომ ჩვენ სარგებელი მივიღოთ. და კვირის განმავლობაში იგივე პროტოკოლის მიხედვით არის 11 წუთი. არ ვიცი სიმართლე გითხრა რაზე დაფუძნებით იყო ეს მიღებული, მაგრამ საინტერესოა რომ კლინიკურად ეს დადასტურა რომ ამ რაოდენობის და ხანგრძლივობის მქონე თერაპია, ასე ვთქვათ, ვისაც იღებდა ცივ შხაპს, აი ამ რაოდენობით და ამ ხანგრძლივობით, მათ უკვე ქონდათ ძალიან კარგი შედეგები. ამიტომ 11 წუთი კვირაში, ტემპერატურა 12-13 გრადუსი და ნაკლები და ხანგრძლივობა თითო ჯერზე უნდა იყოს ალბათ 15 წამი დამწყებისთვის, შემდეგ 1 წუთი. ეს შხაპის შემთხვევაში და აბაზანს რომ უცებ გითხრა, რა არის მნიშვნელოვანი. თუ სახლის პირობებში ვაკეთებთ, იგივე წესები მიემართება ამ შემთხვევაშიც, მაგრამ განსხვავება არის უკვე გარე ბუნებრივ პირობებში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამოსვლის შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ვიმოძრავოთ. მე ძალიან მეყინება ხოლმე დღემდე კიდურები, ხელები და ფეხები დღემდე ჩემთვის არის ყველაზე სუსტი წერტილი, იმიტომ რომ სიცივის შემთხვევაში უბრალოდ ტკივილი მეწყება ხოლმე, იმიტომ რომ სისხლის რაოდენობა მოდის ხელებიდან და ფეხებიდან გულის, ტვინის და სხვა კრიტიკული ორგანოების მიმართულებით, რა თქმა უნდა, კიდურები დაუცველი გრჩება. და ჩემთვის დღემდე არის ეს ყველაზე დიდი გამოწვევა და ყოველთვის რაც ვაკეთებ არის გარბენი, სპრინტი. თუ შემიძლია, იდეალურია ბუქნები და აზიდვები იდეალურია და ვიმ ჰოფს აქვს თავისი წესი horse stance-ი, ანუ ცხენზე ჯდომის მდგომარეობა არის, როცა არის ფეხები მოხრილი და ამას ხშირად ვაჩვენებ ხოლმე მეც ვიდეოებში, თუ როგორ უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რაღაცა კუნთები ამუშავდეს და კუნთების ამუშავებით და დაჭიმვით თავისთავად სითბო გენერირდეს ორგანიზმში. ამიტომ ეს არის ძირითადი წესები, რასაც მე ცალკეულ ვიდეოებში ვაზიარებ ხოლმე და ახლაც კი რთულია დარწმუნებული რაღაცები გამორჩა, მაგრამ თუ აი კონკრეტულად ადამიანი მეტყვის ხოლმე, ყოველთვის ვეუბნები რომ გააჩნია
მეთოდის მდე პროცესში და შემდეგ არის განსხვავებული მიდგომები და მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ რომ სხეულისთვის უნდა შევინარჩუნოთ ყოველთვის ტემპერატურა არ უნდა ჩავაგდოთ დიდი ზეწოლის ქვეშ და ეს უნდა იყოს გონივრული რაოდენობის სტრესი, ანუ ცივი წყალი ჩვენ სხეულზე და არ უნდა იყოს რაღაცა საკუთარ თავთან კი არა სხვებთან შეჯიბრი არ უნდა იყოს რომ შენ თუ ჩახოვდი 5 წუთი მე ახლა ჩავალ 7 წუთი. აი ეს არის ძირითადი წესები რაც ადამიანებმა უნდა დაიცვან. ეხა იდეაში ვისაუბროთ აგრეთვე ბევრ შეცდომაზე რაც შეიძლება დაუშვას დამწყებმაც და რამ ერთი მნიშვნელოვანი ხომ არ არის კიდე რაც აი ადამიანი რომელიც იწყებს ახლა ცივი შხაპის თერაპიებს აი ყოველდღიურობაში რომ დანერგავს ამ ყველაფერს რამე მნიშვნელოვანი შეცდომაც ხო არ გამოგრჩა შენი აზრით რაც ჯერ არ გვითქვამს აქამდე იცი რა ერთი რაც მინდოდა მე თქვა ხშირად მეკითხებიან სხვა შორის დილით ჯობია თუ საღამოს და ესეც ისეთი კითხვაა ძალიან ხშირი კითხვა და ყოველწლიურად გააჩნია თუ მაგალითად იწყებ დღეს რა თქმა უნდა დილით ჯობია ცალსახად ჩემი დღის რუტინა რომელიც გაწერილი მაქვს იწყება ესე გაღვიძების შემდეგ პირველ რასაც ვაკეთებ ეგრევე შხაპში შევდივარ და ყოველ ჯერზე მაქვს ეს სირთულე და დისკომფორტი იმის რომ მე უნდა შევიდე ახლა ცივ შხაპში მაგრამ ჯობია დღის დაწყება ცივი შხაპით ცალსახად მაგრამ რაც ადამიანები უშვებენ ძირითად შეცდომას არის რომ საღამოს ძილის წინ იღებენ ხოლმე ცივ შხაპს მე მქონდა ესეთი შემთხვევა როცა ჩემს ძალიან ახლო მეგობარს დაემართა ცხოვრობდა ის ესტონეთში და ერთხელ მიიღო ცივი შხაპი და ღამის 3-ზე დამირეკა და მითხრა რომ კანკალი ქონდა ესეთი რაღაცა ქრონიკულად ატანილი და ვერ ჩერდებოდა უბრალოდ მე როცა ვკითხე ნუ მითხრა რომ მიიღო ცივი შხაპი და ისე დაწვა ზუსტად ვკითხე რომ მეთქი აი გათბირო დაწეკითქო ეგრევე შხაპში და მითხრა რომ არა არ გამთბარა და ამიტომ მეც მივხვდი და მე როგორ მეც ვეუბნები სხვა ადამიანს რომ ძილიც არ უნდა მიიღოთ იმიტომ რომ ნახე როგორც კი წყალში ვიღებთ ცივ შხაპს ან აბაზანას სხეულის ტემპერატურა ვარდება ჩვენ თუ არ ვაცალეთ ორგანიზმს რომ სხეულის ტემპერატურა მოიმატოს და ეგრევე წავიდეთ დასაძინებლად ჯერ იცი რა არც გვჭირდება იმიტომ რომ თუ ამობთ რომ ადრენალინს გამოყოფს დოპამინს გამოყოფს და სიფხიზლეს და ფოკუსმატებს ძილის წინ მაინც და მაინც საჭირო არ არის ხო თავისთავად და მეორე სხეულის ტემპერატურა ისედაც დავარდნილია და უარეს სტრესში ვაგებთ რომ მივდივართ და ვიძინებთ მაშინ როცა პირიქით უნდა ვიყოთ აქტიური რომ კუნთები გავამოძრაოთ ვიმოძრაოთ და რაღაცნაირად სხეულს დავეხმაროთ გათოვაში ეს არის შეცდომა რომელიც ჩემ პირადად პრაქტიკაში და ჩემს რაც მე გამიგია ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ეს იყო